მოგესალმებით ლომებო, დღეს გვექნება ძალიან საინტერესო განხილვა პოტენციალური ბრძოლის თოფურია ისლამ მახაჩევი. დღეს მე ვიმყოფები კლუბ ტიტანიუმში, რომელიც მდებარეობს მეტროს არაჯიშვილთან, ილორის 10 და ჩემი მეგობარი პროფესიონალური სპორტსმენი, დამფუძნებელი კლუბის ტიტანიუმი, გოჩა, აგიმარჯოს როგორ ახარ? კარგად, თავად როგორ ახარ? კარგად, აი პირველად ვარ შენს კლუბში და ძალიან მომწონს, მაგარი გარემო არის, საერთობა რომ პროფესიონალმა გააკეთა, ვინც ერკვევა ორთაბრძოლებში, კლეტკით დაწყებული და მთავრებული ტატამირთან მეშოკებით, ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე არის. რა მიმართულებები გაქვს, აი ორი სიტყვით რომ გვითხრა ამჟამად გვაქვს MMA-ის და Jiu-Jitsu-ის მიმართულებები, გვაქვს სამი კატეგორიის ჯგუფები, ბავშვების, მოზარდების და უფროსების ჯგუფი. ანუ ყველა შეუძლია მოვიდეს ვარჯიში. ბავშვებს 6 წლის ასაკიდან მოზარდებს 14 წლის 13-14 წლის ასაკიდან ესეთი ჯგუფი გვაქვს ცალკე შექმნილი და ასევე 18 წლის წევით. ნებისმიერი შენ თვითონაც მიგყავს აქ მიმართულებები. თუ ჯერ კი, ამჟამად მე ვხედავ მიმართულებს, მაგრამ ვაპირებთ კიდევ სხვადასხვა სახეობების სექციების დამატებას. ძალიან მიხარია რომ მრავლდება და ესეთი პროფესიონალური დარბაზები იქმნება თბილისში. და მეორე ჩემი ინტერესი, რადგან მოვედი შენთან, ეს არის შენი აზრი მაინტერესებს. ალბათ ადევნებდი თვალს ბოლო ბრძოლას მადალენა ისლამ მახაჩევი. როგორც გახსოვს, ანუ მახაჩევმა შეცვალა წონითი კატეგორია, ავიდა უფრო მაღალ კატეგორიაში და შეძლო თან საკმაოდ ვფიქრობ, რომ დომინირებულ მანერაში გაიმარჯვა. რომ პირდაპირ ონლაინ უყურებდი ამ ბრძოლას თუ ჩანაწერი ნახე? არა, ჩანაწერი ნახე. მოდი პირდაპირ იმაზე გადავიდეთ. კი, აი რა შტაბის შტილება დატოვა და ორი სიტყვით. თოფურიას იმაზე. კარგი, მოდი ესე ვთქვათ, რომ ეხლა პოტენციალურად UFC-ს ყველაზე მეტად აინტერესებს ესეთი ბრძოლა, როგორც არის თოფურია ისლამ მახაჩევი. რო იყოს ჩვენი საუბარი საინტერესო, მაყურებელს კიდე ერთხელ გავუმეორებ, რომ მე ვალელში ყოფილია თოფურიას, მთელი გული და სულით, მაგრამ მოდით ესე გავაკეთოთ, მე დავიჭერ ამ საუბარში მხარეს ისლამ მახაჩევის რა უპირატესობები აქვს, შენ დაიჭირე ჩვენი ილია თოფურიას. კი ბატონო. აი როგორ ფიქრობ, მე დავიწყებდი იმ საკითხით, რომ ფიზიკურად, აი ახლა ბოლო ბრძოლაშიც კი მახაჩევი იყო ბევრად უფრო ძლიერი ვიდრე მადალენა ფიზიკურად. კი ბატონო. ეგ ერთი პლუსი რაც არის. თოფურია რა შეუძლია შეთავაზოს შენი აზრით მახაჩევს? პირველ რიგში თოფურიას აქვს ფიზიკურად ნავარჯიშები რესლინგიც, Jiu-Jitsu-ს ვიცით რომ შავი ქამრის მფლობელია. ჩვენ შეგვიძლია მას დაუპირისპირდეთ კარგი Jiu-Jitsu. ასევე ის გამოცდილება რაც თავისუფალ ჭიდაობაში აქვს მას. ანუ შენი აზრით შეძლებს რომ გაანეიტრალოს მაგრამ აი ნახე როდესაც ორი მოკრივე ხდება ფიზიკა შეიძლება გადამწყვეტი არ იყოს. ნუ რადგანაც ფიზიკური მონაცემები თავისთავად გაძლევს უპირატესობას, მაგრამ იმდენს არა როგორც როდესაც ჭიდაობ. ეხლა ფიზიკურად თოფურია უნდა ავიდეს ორი კატეგორიით ზემოთ, რაც პრინციპში არ ვიცი მომხდარა თუ არა UFC-ში, მგონი არ მომხდარა და მახაჩევი აი როდესაც სეზონებს შორის მგონი 90 კილო და მეტიც არის. და თუ შეტაკება იქნება რესლინგში, მე მაინც ვფიქრობ, რომ ფიზიკურობა ისლამის უპირატესობა იქნება თქო. ხო, ეს რა თქმა უნდა რთული იქნება, არ იქნება მარტივი, რადგან ხშირად დიდ როლს თამაშობს წონის ცვლილება და რა თქმა უნდა ეს მისთვის სიახლე იქნება, მაგრამ თვითონ ხასიათი ილიას ისეთი აქვს, რომ ხასიათი აქვს, კი. ვფიქრობ, რომ ამის დაძლევას შეძლებს. აი მამხრივ ხო უპირატესობას, აი რო გადავწიოთ ილიასკენ, ხო ესეთი ის არის, მე ვიტყოდი ხასიათის მხრივ. ხასიათი. აი ესეთი არის რა. შემტევი არის, მებრძოლი არის. კარგი, მოდით ესე გავაკეთოთ. ხასიათში უპირატესობა მივცეთ თოფურიას, რესლინგში და ფიზიკაში, აი ესეთ კონტექსტში მივცეთ ისლამს. შემდეგ იქნება სტრაიკინგი, მაგრამ მოდი სტრაიკინგი გავყოთ ფეხების დარტყმა, ხელების დარტყმა. მოდი დავიწყოთ ფეხების დარტყმით და მე მინდა უპირატესობა მივცე ისლამს. რადგანაც მაღალი გამოცდილება აქვს კლინჩში, ტაილანდურ კლინჩში და მუხლებს ურტყამს ძალიან მაგრად. და მე დავაკვირდი ბოლო ბრძოლაში, როდესაც თოფური ოლივეირასთან ჩხუბობდა პირველი წუთები თუ დააკვირდი შენ, უბრალოდ შეგახსენებ, რომ თოფურიას, როდესაც დაუწყო კლინჩში, ბევრად უფრო მაღალმა და დაუწყო მუხლების დარტყმა, რაღაც მომენტში პაუზა ჰქონდა, ანუ ფიქრობდა რა უნდა გააკეთოს. იმიტომ რომ წარმოიდგინე, ორი თავით მაღალი, კარგად ურტყამს ფეხებს, მუხლებს და გირტყამს კლინჩს. ეგ პრობლემებს შეგიქმნის. და მახაჩევს შეუძლია ეგეთი პრობლემები შეუქმნას, თქო. ამიტომ მე ამ ხრივ მივცემდი მახაჩევს უპირატესობას. რა თქმა უნდა, მაგ ხრივ თოფურია თითქმის საერთოდ ფეხის ხრივ არ მუშაობს, არ იყენებს და მეტი აქცენტი კრივის
გამოყენებაზე. ანუ ხელებზე არის. აი მოდი გადავიდეთ მაშინ ჩვენ ვაკეთებთ ფეხების სტრაიკინგს პლუს ვაძლევთ მახაჩევს და გადავიდეთ ხელების სტრაიკინგზე. ხო, ალბათ აქ რა სიტყვა? რა თქმა უნდა თოფურია. თოფურია, კი, მან რთული არის რომ რაღაც დაუპირისპირო ამ დონის ტექნიკის მფლობა კრივში რომ ალბათ უპირატესობა აქვს. კარგი დაცვა და კარგი შეტევა აქვს, მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ ფილიგრანული კრივი აქვს, მაგრამ ეხლა თუ შესვლა და გადაყვანა მარტივია, დანოკაუტება არ თუ ისე მარტივი არის, მაგრამ თოფურიამ ყველა დაანოკაუტა, ხო? მგონი ყველა ბოლოს ბრძოლებში ყველა ნოკაუტით მოიგო. კარგი, შემდეგი ასპექტი გამძლეობა. გამძლეობაზე ვის მიცემდი უპირატესობას? ჩვენ არ ყავს ნახილია 5 რაუნდში. თან წონის ცვალება და რა. წონას რომ მოიმატებს, არ ვიცით, ანუ არ ვიცით. როგორი იმუშავებს გამძლეობაზე? ისლამ ეხლა ამბობდა რომ იდეალურად გზნობს თავს და იგივე ღამეს კიდე იჭუბებდაო, რადგანაც უფრო დიდად გლიდა წონის კლებაო, რომელსაც აკეთებდა წინა კატეგორიაში. ანუ გამძლეობის მხრივ ალბათ ვერ ვიტყოდით, ხო? ვერცეც ვერ ვიცით. შემდეგი ასპექტი ალბათ ეს იქნება სიჩქარე, ну, აი სიჩქარეს მხრივ, ანუ სისხარტეს უფრო ვიტყოდი. ალბათ თავისთავად თოფურიას მივცემდით, კი, თოფურიას მივცემდით. პრინციპში კიდე მინდა აღვნიშნო, რომ აი რესლინგის მხრივ თოფურია ფიზიკურად შეიძლება სირთულეები შეხვდეს ისლამთან, მაგრამ იმის გამო რომ გაბარიტები საკმაოდ პატარა არის, ძალიან რთული არის შეხვიდე ესეთი გაბარიტების ადამიანში. წელში თუ შეხვალ, ახლა წარმოედგინე, რომ ვცდილობ თოფურიასთან რომ სალფეხში შეხვიდე. რთული არის. შენი აზრით რა ვარიანტებია, რა პროგნოზს მიცემდი ესეთი ბრძოლა რომ მოხდეს? აი როგორ შეიძლება რომ დაასრულდეს? ფეხში შეშლის ბრძოლა. არა, პრინციპში ბრძოლას შენი აზრით გაგრძელდება 5-ვე რაუნდი, არ გაგრძელდება. აი ორი ვარიანტი რომ მიცერ, როგორი ვარიანტები იქნებოდა? მე მაინც ვფიქრობ, რომ მეტი წილი აქცენტს გააკეთეს ილია სტრაიკინგზე. ჭირაობა. ლოგიკურია. ხო, წონიდან გამომდინარე. აი დაუშვათ პლანმა ამ თუ არ გაამართლა და დაუშვათ ვერ შეძლო დაანოკაუტოს პირველი ორი რაუნდი. რა პლან B უნდა გქონდეს? ანუ ეგეთ ბრძოლებში ნანახი გვყავს 3 რაუნდიანში და საკმაოდ მძიმე გაცვლებში გამარჯვებული გამოდიოდა. მაგრამ რა შეუძლია აი ნოკაუტს თუ ვერ გააკეთებს რა უნდა შეტავაზოს? აი ამაზე ფიქრობდი სულ და პასუხი ვერ ვნახე. აი რო შენი აზრით ქულებით გამარჯვების ვარიანტი აქვს? მე ვფიქრობ რომ უფრო ქულებით გამარჯვებაზე. უფრო ქულებით ვფიქრობ. აქცენტი ამაზე უნდა გააკეთოს, რა თქმა უნდა. აი ჩემი შეხედულებით ახლა როგორც ალაგებს ხაბიბის გუნდი ბრძოლებს ეს იქნება აბსოლუტურად პრაგმატიკული ბრძოლა იმ ხრივ რომ არ იქნება არანაირი ცდილობა რომ დაანოკაუტონ იციან რომ რთული იქნება ან ვერ შეძლებენ ეს იქნება ის როგორი მუშაობა აი უბრალოდ დაიმახსოვრეთ და სავარაუდოდ ესე შეიძლება მოხდეს პირველი რაუნდი ანუ ეს იქნება მუშაობა საშუალო დისტანციაზე სადაც კლინჩს შეთავაზებს ანუ ეგეთი გეგმით გავა, რომ კლინჩი შეთავაზოს და მუხლებით შეაწუხოს. შემდეგ, ანუ ძირითადად ჩემი აზრით, მახაჩევი იმუშავებს საშუალო და ახლო დისტანციაზე. საშუალო დისტანციაზე ეს იქნება მუხლები და ახლო დისტანციაზე ეს იქნება მცდელობები გადაყვანის ან მიიყვანოს კედელთან და იქ უკვე პრობლემები შეუქმნას. იქნება ორი მიმართულება. ვარიანტები იქნება ისეთი რომ დაღალოს ფიზიკურად, ანუ ეს სტრაიკინგის უპირატესობა გაუთიშოს და გადაწყვეტილების ხარჯზე გაიმარჯვოს. აი ეგეთი სრულად გეთანხმები, რაც ანუ ეგ ლოგიკური არის, ხო ჩვენში დაუმჭუბობთ და ესე არის. შენი აზრით უფრო დისტანციაზე უნდა იმუშაოს ჩემი აზრით. კი, შორი დისტანცია და კლინჩს მოერიდოს. ხო, მოერიდოს, რა თქმა უნდა. კი, აი უბრალოდ ბევრმა არ იცის რომ ისლამი დიდი ხანი ემზადებოდა და გამოდიოდა კიდევაც ტაილანდურ კრივში და საკმაოდ ძიმე დარტყმები აქვს მუხლებით, ანუ ეგ უბრალოდ მე ვიცი ნანახი მაგ როგორ ემზადებოდა. ძალიან კარგი. ჩვენ კიდე ახლა ვიმეორებთ, მე პირადად და თავისთავად გოჩა ჩვენ გვინდა და მთელი გულით ვალელშიკობთ რომ გაიმარჯვოს თოფურია, უბრალოდ საინტერესო რომ იყოს ესეთი ბრძოლის ანალიზი, ვცდილობთ რომ ნეიტრალურად განვიხილოთ. დიდი მადლობა გოჩა. ძალიან გამიხარდა შენი სტუმრობა, ყოველთვის გელი ჩვენ დარბაზში და ყველას გეპატიჟებით კიდევ ერთხელ კლუბი ტიტანიუმი მობრძანდით და გაეცანით შერეულ ორთაბრძოლების სამყაროს. კარგად იყავით. Ведущий от Бога просто. А ведь რა გამო. Отлично. Очень хорошо.